როგორ ხდება ქალი ნარცისი? პირველი ნაბიჯი არის უკავშირის გათიშვა. კრიტიკას ის საერთოდ არავისგან აღარ იღებს, არც ახლობლებისგან და მით უმეტეს არც უცხოებისგან. რომ ცრბილად და საქმიანად გააკრიტიკო, მაინც არ იღებს. ის აქეთ შემოგიტევს და ყველაფერს უარყოფს. უკვე აი ამ წუთიდან ის აღარ ცხოვრობს ობიექტურ რეალობაში, ის უკვე თავის ზღაპრულ სამყაროშია. მეორე ნაბიჯი კი არის კომპლიმენტებისა და თავზე ხელის გადასმების კოლექციის დაგროვება. ამის გაკეთება ბევრნაირად შეიძლება, თუმცა როგორც წესი ამისთვის სოციალებს იყენებს. პირადად კი ეკონტაქტება მხოლოდ მათ, ვინც ეუბნება რომ შენ ხარ ყველაზე მაგარი და ყველაზე კარგიო. ანუ ის ყველა იმ ადამიანს, ვინც მის გაკრიტიკებას და ობიექტურ რეალობასთან დაახლოვებას ცდილობს, იშორებს. და უახლოვდება მათ, ვინც კვებავს მის სუბიექტურ ილუზიებს. შედეგად ყოველთვის შემდეგ ის სულ უფრო და უფრო არაადეკვატური ხდება. და ნებისმიერი პიროვნება, ვინც მას სიმართლეს ეტყვის, მომენტალურად მის მტრად გადაიქცევა. ნარცის ქალს ემპათიაც კი შერჩევითი აქვს. მას შეუძლია დვარნიაშკა ძაღლის გამო იტიროს ვაიმე რა ცოდვაო. პარალელურად კი უმოწყალოდ მიატოვოს თავისი ქმარი. მას ახსოვს როგორ გაგიმზადა ცხელი ჩაი 2019 წელს, როდესაც შენ ავადიყავი. მაგრამ ერთი კვირის წინ მძღნერი რომ ჭამა, ეგ უბრალოდ არ ახსოვს. მის მეხსიერების ბლოკნოტში მხოლოდ მისი კარგი ქმედებები იწერება, ცუდები კი იშლება. ხოლო როდესაც შენთან დაშორებას გადაწყვეტს, ან შენს ხალათს გადაწყვეტს, ემპათიას ეგრევე თიშავს. მამაკაცი შეიძლება ტიროდეს, ბღაოდეს, ძალიან განიცდიდეს. ქალს კი სულ ფეხებზე ჰკიდია, ემპათია ნული. მე ქალის ადეკვატურობა მაქვს დაყოფილი 5 დონედ. პირველი დონე არის, როდესაც ქალი რეალურად აანალიზებს თავის ქცევას, სადმე რამე შეცდომა ხომ არ დაუშვიო. ასეთი ქალი თავისით მოვა შენთან და თავისივე პირით გეტყვის რომ არასწორი ვიყავი, ბოდიშიო. მეორე დონე არის, როდესაც ქალი პოსტფაქტუმ აღიარებს თავის შეცდომას. კი, შეიძლება მე არასწორი ვიყავი ნახევარი წლის წინო. ანუ ცხელ კვალზე კი არა, გარკვეული დრო რომ გავა, მერე ამბობს. მესამე დონე არის, როდესაც ქალი კრიტიკაზე ადეკვატურად რეაგირებს, ყურადღებით გისმენს და შეიძლება დაგეთანხმოს კიდევაც. მაგრამ შედეგი ნულია, არაფერი იცვლება. უმეტეს შემთხვევაში ასეთი ქალები არაკონფლიქტურები არიან, თუმცა დიდად არც იწუხებენ თავს რამის გამოსასწორებლად თავიანთ ქცევაში. მეოთხე დონე არის, როდესაც თავისი დანაშაული მან შეიძლება აღიაროს მხოლოდ დიდი წნეხის შემდეგ. როდესაც უშუალოდ კუთხეში გყავს მიმწყდეული. მეხუთე დონე კი არის, როდესაც ქალს თვითრეფლექსია საერთოდ აქვს გათიშული. ასეთი ქალი არასდროს აღიარებს თავის დანაშაულს. და აი ეს არის უკვე კლინიკური ნარცისიზმი. ადეკვატური ურთიერთობა არის შესაძლებელი მხოლოდ პირველ ტიპაჟთან. ასევე ნარცის ქალს ახასიათებს ორი ფაზა. აგრესორის ფაზა, როდესაც ის ძალაუფლებას გრძნობს. და მსხვერპლის ფაზა, როდესაც ის კუთხეშია მიმწყდეული. თუ ის გრძნობს რომ სასჯელს აისხლებს და შეუძლია დომინირება, ეგრევე აგრესორის ფაზაში შედის და იწყებს ღრიალს და საქმის გარჩევას. ხოლო თუ ის ფაქტებით გალახე, ან უბრალოდ მისმა აგრესიამ თუ არ იმუშავა, ეგრევე შედის მსხვერპლის ფაზაში. როგორ გამოიყურება ეგ ყველაფერი პრაქტიკაში? ამას წინად მომართავს მამაკაცი, რომელსაც ადრე ცოლი ეკონფლიქტებოდა და უღრიალებდა უაზროდ ეჩვიანობის ნიადაგზე, იმის გამო რომ ის სულ სამსახურში იყო და სახლშიც ძირითადად თავის ოთახში მუშაობდა ხოლმე. ეს არის აგრესორის ფაზა. კაცმა გამოასწორა ეგ ვითარება და მეტი დროის დათმობა დაიწყო ცოლისთვის. გარკვეული დროის შემდეგ კი გარკვეულ ვითარებას იმიზეზებს ქალი, იწყებს ტირილს და ეუბნება ქმარს შენ მე მზღუდავ, სულ რაღაცებს მავალდებულებ, სულ ფეხებზე გკიდია ჩემი გრძნობებიო და ნუ ასე შემდეგ. ეს კი არის უკვე მსხვერპლის ფაზა. შემდეგ კაცმა ვითარების დასაწყნარებლად ყოველი შემთხვევისთვის ბოდიში მოუხადა და მართალი ხარო უთხრა. ქალი მომენტალურად შევიდა აგრესორის ფაზაში და დაუწყო ჩხუბი, შენი ბოდიში არ მჭირდებაო. და როდესაც კაცმა პასუხად არგუმენტების მთელი წყება დაულაგა და კუთხეში მიამწყდია. ქალი ეგრევე შევიდა მსხვერპლის ფაზაში და ტირილი დაიწყო, აგერ ხომ გეუბნებოდი მახრჩობ და მზღუდავო. კლინიკურად ნარცის ქალთან ურთიერთობა არის აგრესორისა და მსხვერპლის ფაზის პერიოდული ცვალებადობა. მის ფსიქიკაში უმოწყალო ტირანისა და დაუცველი პატარა ბავშვის მუდმივი და შეუჩერებელი ქანქარაა. მას ერთი დღის განმავლობაშიც კი შეუძლია რამდენჯერმე განიცადოს ფაზათა ცვლილება. როგორ უნდა გადაამოწმო შენი ქალი ნარცისია თუ არა? უბრალოდ გაუთიშე ინტერნეტი და დააკვირდი რამდენი ხანი გაკაჩავს. ამაზე რატომღაც არავინ საუბრობს, არადა თუ ქალს აქტიური სოციალური ქსელები აქვს, ეგ ყველაზე გასაგები მარკერია იმისა, რომ ის ნარცისია. უბრალოდ აიღე და შესთავაზე მას მისი პროფილის სოცქსელებიდან წაშლა. იდეაში რა პრობლემა უნდა იყოს ამაში, უბრალოდ აღარ უნდა გამოფინო საჯაროდ არც მისი ფოტოები და არც თქვენი ცხოვრება. ან უბრალოდ შესთავაზე რომ მომდევნო 3 თვის განმავლობაში არც ერთი პოსტი და არც ერთი სტორი არ დადოს. გეტყვი ახლა რაც მოხდება შენ თუ მაგას იზამ.
პროგრამა მინიმუმი არის მისი მხრიდან ისტერიკა. შესაძლოა დეპრესიაც კი დაეწყოს. ჩნდება კითხვა, რატომ? შენ ხომ ფინანსურად მაღაზე არ ხარ დამოკიდებული? რატომ გაქვს მასეთი ავადმყოფური მიდრეკილება, რატომ გინდა ასე ძალიან შენი ცხოვრების გასაჯაროვება? რაში გჭირდება მაყურებლები, ეს ხომ არანორმალური მოვლენაა. მაგრამ არა, მას სასიცოცხლოდ სჭირდება თავისი პერსონალური ბლოგი რომ ჰქონდეს, რომელიც სინამდვილეში ყველას ფეხებზეც კიდია. იმიტომ რომ მაგით ის ხალხის ყურადღებას იწვევს და შთანთქავს. არსებობს კლინიკური შემთხვევებიც. როდესაც ქალს ჰყავს შეყვარებული, ან ქმარი და შვილი. მაგრამ ეგ ხელს არ უშლის მას რომ თავისი საჯდომის ფოტო დადოს სოციალების აუქციონზე. ჩნდება კითხვა, რატომ არ ყოფნის მას მისი ქმრის თვალები და ყურები? რატომ უჩნდება თავისი გამომწვევი ფოტოებისა და იდიოტური აზრების გაზიარების სურვილი? თუ ქალი იშვიათად დებს ჩვეულებრივ მისაღებ ფოტოს, მასთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. მაგრამ როდესაც ქალის სოციალები მისი ცხოვრების სერიალად არის ქცეული და სეზონებად არის დაყოფილი, ეგ პირდაპირ ანიშნებს რომ მას სერიოზული ფსიქიკური აშლილობა აქვს. და სოციალების ალგორითმიც ისე არის მოწყობილი რომ ნარცისისტულ აშლილობას ახალისებს. მეტი ფოტოა, მეტი ლაიქია, მეტი დრამაა, მეტი კომენტარია, მეტი სექსუალურობაა, მეტი ნახვა აქვს. არსებობენ ცპიერი ნარცისი ქალებიც, რომლებსაც თავიანთი მათ აშლილობის ეფექტურად შეფუთვა და დამალვა კარგად აქვთ დამუშავებული. მასეთი ქალები როგორც წესი ჯერ 3 ან 4 ჩვეულებრივ ნაზ და სათუთ ფოტოს დებენ. მომდევნო ერთ ფოტოში კი მკერდი აქვთ გამოფენილი. შემდეგ ისევ 3-4 ფოტო მოკრძალებული და საყვარელი სახით. შემდეგ მოკლე კაბიცის და ფეხი ფეხზე აქვს გადადებული. შემდეგ ისევ რამდენიმე მოკრძალებული ფოტო, შემდეგ კი სექსუალურად გამომწვევი სახის მიმიკა. სხვათა შორის ქალის ფოტოების სწორად გაანალიზება არის ძალიან სასარგებლო უნარი. ყველა ფოტოს აქვს თავისი ხასიათი, თავისი ვაიბი, თავისი ენერგეტიკა. თუ გინდა რომ მიხვდე რანაირი ტიპის ქალია, უბრალოდ დააკვირდი მის პოზას, რაკურსს და სახის მიმიკებს. თუ პოზა მოუწესრიგელია, კადრში კი დომინირებს როგორც ნეხს ისე გიყურებს, მე მგონი გასაგები უნდა იყოს რომ არაადეკვატურია. თუ გამოხედვა თვითკმაყოფილი ან გამომწვევია, ეგ კიდევ უფრო უარესის მანიშნებელია. თუ სახის მიმიკები უემოციო და მკვდარია, ხოლო პოზა დახვეწილი, შენს წინაშეა უცარიელესი ქალი. ანუ ფოტოების ხასიათის წაკითხვა და შეგრძნება სინამდვილეში ძალიან მარტივია. და ქალთა 90% ფოტოებში ან ძერსკობს, ან უბრალოდ სტრიპტიზს ცეკვავს. თუ ქალი ყოველდღიურად სტორის დებს, ის შეიძლება ამ ეტაპზე ჯერ კიდევ კლინიკური ნარცისი არ იყოს. თუმცა მაგ გზაზე დგას და მაქეთკენ მიდის. თუ ის არ გაჩერდება, აუცილებლად დაემართება ეგ აშლილობა, უბრალოდ დროის ამბავია. ნარცისიზმი არ არის რაღაც ვირუსული დაავადება, რომელიც მისგან დამოუკიდებლად ვიღაცისგან შეიძლება გადაედოს. ნარცისიზმი არის ადამიანის ცხოვრების წესის შედეგი. მისი ყოველდღიური გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შედეგი. და მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე სოციალური ქსელები არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ნორმალურმა ადამიანმა დაიმართოს ნარცისისტული აშლილობა. და პირადად მე არ მჯერა იმის, რომ ქალი თან ნორმალური შეიძლება იყოს და თან ყოველდღიურად სოციალებში თეატრს აწყობდეს. დღეს საქმიანია, სამსახურიდან დებს სტორის. ხვალ სპორტულია, ფიტნეს დარბაზიდან დებს. ზეგმხიარულია, რესტორანში კეიფობს. მასზე კი ამოუცნობია რაღაც იდუმალი, ჩაფიქრებული სახის ფოტო დადოს, სადაც მზის ჩასვლას უყურებს. პარასკევს მოწესრიგებულია. შაბათს კი მეოჯახეა, საჭმელს ამზადებს. აი ასეთ ქალს უბრალოდ არ შეუძლია სიყვარული. ის ვერ გაიღვიძებს დილას იმ აზრით, თუ როგორ უყვარს მისი ქმარი. ის გაიღვიძებს იმ აზრით, რა ვაჩვენო დღეს პუბლიკასო. მისი შეყვარებული ან ქმარი არის მისი ოპერატორი. ის ხელში აჭერინებს თავის ქმარს ტელეფონს და ეუბნება, მიდი ახლა ისე გადამიღე ფოტო, რომ რაც შეიძლება მეტმა კაცმა დამალაიქოსო. მე ძალიან დიდი ხნის წინ შევამჩნია ეს კანონზომიერება, რომ ყველაზე ლამაზი წყვილი სოციალებში, ყველაზე უბედურია ცხოვრებაში. იმის მიუხედავადაც კი თუ ქალი სოციალებში წერს, თუ როგორ უყვარს თავისი ქმარი და ოჯახი. უმეტეს შემთხვევაში ეგ არის ბანალური ტრიპაჩობა და თეატრი პუბლიკისთვის. ნამდვილ სიყვარულს სოციალებში არავინ აქვეყნებს, ეგეთი რამ უბრალოდ აზრად არ მოსდით ნორმალურ წვილებს. იმიტომ რომ ნამდვილი სიყვარული გამომწერებისთვის არ არის. მასეთი წვილები უბრალოდ თავიანთვის ბედნიერად ცხოვრობენ. და მეთანხმებით რომ ძალიან არაადეკვატური ვითარებაა, როდესაც ქალი ვიღაც უცხო კაცებისთვის გამოპრანჭულ და გამომწვევ ფოტოებს დებს, სახლში მის ქმართან კი მოუწესრიგებელია და ფეხებზეც კიდია როგორ გამოიყურება. მოდით ახლა თანმიმდევრულად ჩამოვთვალოთ ციფრული ნარცისიზმის მარკერები. ქალმა ყოველდღე რაღაც პოსტი ან სტორი უნდა დადოს თავის სოციალში. განსაკუთრებით სახიფათოა, თუ ტუალეტის ან ლიფტის სარკესთან გადაღებულ ფოტოს დებს. უბრალოდ წარმოიდგინეს, სარკე დაინახა თუ არა, იგრევე ამოიღო ტელეფონი რომ ფოტო გადაიღოს.
გეშინოდეს ისეთი ქალების, რომლებიც ცარიელ ფილოსოფიას პოსტავენ, როგორიცაა გიყვარდეს შენი თავი, შენ მეც იმსახურებ, სამყარო შენ საუკეთესოს გიმზადებს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს სიბრძნესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეგ ყველაფერი არის უბრალოდ მისი პარაზიტული ქცევის გამართლება. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგე ისეთ ქალს, რომლის დაქალებიც ყველა მისი ფოტოს კომენტარში წერენ ყველაზე ლამაზი ხარ, ქალღმერთი ხარ, უმაგრესი ხარო. ის კი მათ პასუხობს, მადლობა საყვარელო, ძალიან მიყვარხარო. ეგენი უბრალოდ დაქალები კი არ არიან, მათ საკუთარი სასტუმრო აქვთ გახსნილი სახელად ნარცისტთა კლუბი. ერთი ეუბნება შენ ქალღმერთი ხარო, მეორე კი პასუხობს შენ დედოფალი ხარო. ქალის პროფილზე კიდევ უნდა მიაქციოთ ყურადღება ტოქსიკურ პოზიტივს. როდესაც 24 შვიდზე სტორებში იღიმის. უყურებ და ხვდები რომ ყალბი ღიმილია და რაღაც თავის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს. ხოლო ყველაზე რედ ფლაგი კი არის, როდესაც ქალი პირდაპირ წერს რომ უნდა რომ იყოს სასურველი, ქალური, განსაკუთრებული, ერთადერთი და ასე შემდეგ. სინამდვილეში ის მაგით პირდაპირ და ღიად, აღიარებად ჩვენებას გაძლევს რომ არის ემოციური პარაზიტი. ის პირდაპირ გეუბნება, მე ცარიელი ქალი ვარო, შემავსეო. სინამდვილეში 2025 წელს ნებისმიერ ქალს შეუძლია რომ თავი პრინცესად ან დედოფლად იგრძნოს. და არ აქვს მნიშვნელობა ლამაზია ის თუ მახინჯი. ჭკვიანია თუ დებილი. ნავარჯიშები ტანი აქვს თუ ცელულიტებითაა გასიებული. ახალგაზრდა თუ ასაკიანი. სოციალები ისეთი რამეა რომ ყოველთვის მოიძებნებიან მამაკაცები, რომლებიც მას გააღმერთებენ. ყველას და ყველაფერს თავისი მომხმარებელი ჰყავს. რა განსხვავებაა ადეკვატურ ქალსა და არაადეკვატურ ქალს შორის? არაადეკვატური ქალი ყველანაირად ცდილობს ყურადღების მიქცევას, ყურადღების კოლექციონერია. და არ აქვს მნიშვნელობა რომ მას 2 ლოთი კაცი დასდევს, 3 ხამი და 7 იდიოტი. მისთვის ეგეც კი საკმარისია რომ თავი ქალღმერთად იგრძნოს. ადეკვატური ქალი კი ხვდება რომ მამაკაცთა ყურადღების გამოხედვების კომპლიმენტების 99% არის ჰაერი. შესაბამისად არც ცდილობს მაგ ყველაფრის მოზიდვას. ნარცისი ქალი კი მაგ ყველაფერს და კიდევ უფრო მეტს აქეთ პროვოცირებს, აგროვებს და მაგის მეშვეობით ჰიპოთეტურ მედლებს იკიდებს კისერზე. ის ნაგვის ბუნკერივითა ნებისმიერ ნაგავზეა თანახმა. ნარცისი ქალი ცდილობს არ შეიმჩნიოს რომ მამაკაცთა 99% რომელიც მას დასდევს, არის არაადეკვატური, ინფანტილური, ხამი, ფსიქი, პიკაპერი და ალფონსი. თუ შეიმჩნევს, მაშინ მოუწევს აღიარება რომ ის თურმე სანაგვის დედოფალი ყოფილა. მოკლედ 2025 წელს ნებისმიერ ქალს შეუძლია რომ გახდეს ნარცისი. ამისთვის არაფერი დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო, უბრალოდ სურვილი უნდა გაუჩნდეს. და ეგ ავადმყოფობა ნებისმიერი ქალისთვის ხელმისაწვდომია. ამ ვიდეოს დასასრულისკენ კი გეტყვი შემდეგს. თუ შენ ჯერ არ გაქვს ურთიერთობა, მაშინ შენ გიღირს ჩემი დახურული ვიდეო ლექციის შემეცნება. ქალის გაცნობა ძლიერი პოზიციიდან და ოჯახისთვის გამოსადეგი ქალი. შენ 100%-ით იქნები დაზღვეული და არ დაუშვებ შეცდომას ქალის შერჩევის დროს. ხოლო თუ შენ უკვე გაქვს ურთიერთობაში პრობლემები, მაშინ ურთიერთობის მმართველი დაგეხმარება. უბრალოდ გადადი ბმულზე და წაიკითხე ვიდეო კურსების აღწერები, რომლებიც ფოტოების სახით მიდევს.